ზაფხული როცა გავლამაზდი. ჩემი ყველა დაბადების დღე ამ სახლში აღინიშნება. ისინი ყველა ერთმანეთს გავს. დედა აწყობს მიკი მაუსის ფორმის ბლინებს. ყველა საჩუქარს მჩუქნის. ამ დღეს ბიჭებმა ყველა თამაში უნდა მიმიღონ. ეს ჩემი უსაყვარლესი დღეა წელიწადში. ეს რა არის? უსასრულობა. იცი ეს რას ნიშნავს? ეს ძალიან მაგარია. მათემატიკის გაკვეთილზე გავიგე. იცი რიცხვები როგორ იზრდება? 100, 1000, მილიონი. უმაღლეს რიცხვამდე უნდა თვალო და თვალო, მაგრამ ვერ დაითვლი, უსასრულოა. არ მესმის. წარმოიდგინე ავტორალის ტრასა. და ამ დახვეულ გზებს რომ არ ქონდეს დასასრული და გაუთავებლად იმოძრაო. გზა არ სრულდება. ესაა უსასრულობა. ყველას დილომშვიდობის. დაბადების დღეს გილოცავთ. აი ჩვენი იუბილარი, ყვავილებიანი ოცნება, გილოცავ. 16 წელს გილოცავ ბელი. როგორც იქნა ბელი ბერდება, გილოცავ. დიდი მადლობა. გილოცავ საყვარელო. მადლობა დედა. შენი ბლინები მზადაა. მაგრამ არ მშია. საჩუქრები გავხსნათ. ჩემი საჩუქარი მოგეწონება. ედვარდ კემინგსი, ლექსები. პირველი გამოცემა, ბუკინისთან ვიყიდე. მადლობა დედა. გადაშალია ჩანიშნული გვერდი. შენი საყვარელი ლექსია. მახსოვს, როგორ გვიკითხავდა სუზანა ყველას. რაც არ უნდა დავკარგოთ. შენსავით ან ჩემსავით, საკუთარ თავს ყოველთვის ვიპოვი ზღვაში. დიდი მადლობა. მომეწონა. არაფრის. ახლა ჩემი საჩუქარი გახსენი. რა საოცარია. მადლობა სუზანა. ეს მარგალიტი. დედამ 16 წლის რომ გავხდი იმ დღეს მაჩუქა. თვალის მომჭრელია. ძალიან გიხდება საყვარელო. ჩემი ჯერია. თილის მაწარმატებისთვის. მართვის მოწმობა რომ მიიღო. არა ჩვეულებრივია. მადლობა. დაიჭირებელი. რა? სტივენ. ამას უყურე. არ მჯერა რომ ფული დახარჯე ჩემთვის. არ მინდა რომ ჩემი მიისაკუთრო, როცა სასწავლებელში წავალ. ისევ პრინსტონზე ფიქრობ? განაცხადი შევიტანე. მამა ფიქრობს რომ შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა მივიღო. ნახოთ. კარგი. კონრად, გინდა ბელის შენი საჩუქარი მიცე. მოდიში, დამოვიწყდა. არა უშავს. საჩუქარს მაინც არ ველოდი, ასე რომ. უნდა წავიდე. კლივლენდს დავპირდი რომ კვანძის გაკეთებას ვასწავლიდი. დაბადების დღეს გილოცავ ბელი. ინა ჩემი მანქანა წავიყვანოთ და ტეილორის დასახვედრა წავიდეთ. გზად კი საჭესთან დაგსვამ. წავიდეთ.
ნელა და თავდაჯერებულად. ხოჩა, ასე განაგრძე. კარგი. იხარია ტეილორის ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. ნამდვილად? ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ ხომ იცი, ქარიშხალივითაა. ქარიშხალი ტეილორი. მის გვერდით ყოველთვის მეორე რიგის გმირად გრძნობ თავს. დღეს შენი დაბადების დღეა და მთავარი გმირი შენ ხარ. ხო, მადლობა. ამ გაკვეთილში მეორე ნაწილიცაა ბელი. მესამეც და მეოთხეც. წარმოიდგინეთ, რომ ეს თოკი არის ხე. თქვენ უნდა გააკეთოთ ყულფი კურდღლის სოროსთვის. კურდღელი გამოდის სოროდან, გარს შემოულის ხეს და უკან ბრუნდება სოროში და კვანძი იკვრება. ასეთი უცნაური მეტაფორები არასდროს მსმენია. ბავშვობიდან ვაკეთებ კვანძებს და არასდროს მიფიქრია, ეს რა უცნაურად ჟღერს. არა. მაშ ასე. დღეს ტელეგადაცემა დილა მშვიდობისა მასაჩუსეტსო მიღებენ. დილის გადაცემისთვის. შეგიძლია მოხვიდე და დამეხმარო მომზადებაში. არ მინდა საზღვაო საზოგადოებამ ჩამომწეროს. სიამოვნებით. ძალიან კარგი. მინდა ისე ვილაპარაკო თითქოს აზრზე ვიყო, რაზე ვსაუბრობ. ბაჭიები და ხეები. საქმეს დაუბრუნდეთ. მაჩვენე. ხე ბაჭია. მადლობა. ვიცი, მეტის მეტია კაბის მოსასინჯად ნიუ-იორკში წასვლის სურვილი, მაგრამ ეს დიზაინერი სუპერია. მასთან მუშაობდი. ცენტრალ სენტ მარტინსი დაამთავრა. მისი პოპულარობა იზრდება. გონი მსმენია. მისი სტუდია ჩაინათაუნში ისეთი მაგარია. კლიენტებს იაპონური ტკბილეულით და შამპანურით უმასპინძლდება. ჭკვიანური სვლა კლიენტებს ტკბილი და ალკოჰოლით აბრუებს. მეც მაგას ვამბობ. ნახე ინსტაგრამი. მამაკაცის კოსტუმები აქვს, რომელიც ჩემს კაფას მოუხდება. კი. კი, ლამაზი ტანსაცმელია. აუცილებელი არაა ერთმანეთის შესაფერისად გვეცვას. არა, მინდა. მაბატია, ძალიან მინდა მართლა. შენ ქალაქში ყველაზე უკეთით სვამ. ეს არც ის ერთულია. მომისმინე. მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდა შენს გვერდით. ასეც იქნება. ასეც არის. ნახე თუ ისევ ჯერემი არ დაგიძახოს. ემახსოვრება წინა ჯერზე. კი, როგორ არა. ასე გეფლირტავება. აი, ისიც. ღმერთო ჩემო, ჩამოხვედი. გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა. ბელი შეპატარა ბოზო. დამიჯერე? რა? მაგარი ჩაცმულობა. ღმერთო. ტეილორ, მართლა მაგრად გამოიყურება რა? რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. მადლობა. მომეც. აი ესაა ცხოვრება. მე შემიძლია უსასრულოდ ჭამო ეს, რომ შემეძლოს. მეც. გახსენი საჩუქარი? მე მგონი ამაში ძალიან სექსუალური იქნები. მოგწონს? ბელი ამას არ ჩაიცვამს. იცი, ძალიან მომწონს. მადლობა ტეილორ. არაფრის. საღამოს რა გეგმები გვაქვს? სად გვექნება გართობა? სუზანა ვახშამს აწყობს კიბორჩხალებით. რა მოწყენილობაა? არა, 16-ის ხდები უნდა გავერთოთ. ამ ვახშამს ყოველთვის ვერთობით. თემატურია და კარგ გუნებაზე ვდგებით ხოლმე. სუზანამ ჩვენთვის ყვავილების გვირგვინები შეუკვეთა. დაბადების დღეს ხომ თანატოლებთან ერთად აღნიშნავენ. თანატოლებიც იქნებიან. ანუ მე რა, უჩინმაჩინი ვარ. და სტივენი. გემიც მოვა. ერთი სული მაქვს ნახო ბიჭი, რომელმაც ის და გავიწყა. ხომ ხვდები ვინც? ტეილორ.
იდეა მაქვს. შეგვიძლია წვეულებაზე ნიკოლთან წავიდეთ ვახშმის შემდეგ. ხო, ნიკოლი ვინაა? ჩემი უფროსი და დებიუტანტების კლუბში ძალიან კარგი გოგოა, ხალისიანი, მხიარული. ახლა დავტნები. წავიდეთ სახლში. მინდა რომ ბიკინი ჩავიცვა და აუზში ჩავხდე. რა თქმა უნდა. მადლო, წავედით. წავედით. დამელოდეთ. მეც მოვდივარ. რა ჯენტლმენია. კონრადი გაგიჟდება, როცა ამ ბიკინიში დაგინახავს. მეჭვება, მე მგონი მისთვის სულ ერთი ვარ. გეყოფა ბელი. მართლა. საჩუქარიც კი არ მომცა. რა? ხო. ვითომ დაავიწყდა. ნაგავი. ხო. არ ვიჯერა რომ ყური არ დამიგდე და მაინც ჩაყევი ამ ურთიერთობას. ასეთ ლამაზ გოგოს არასდროს შევხედრი ვარ. ვიცი ჩვენ ზეჭორაობთ. კი, როგორ არა, იოცნებეთ. მოდი ქათამი ვითამაშოთ. არა, ოღონდ ეს არა. ბოლოს 12-ის ვიყავი, რაცა ვითამაშეთ. მე მინდა, წამოდი სტივენ. მე და ჯერემი. ძალიან კარგი, მე სტივენი დამრჩა. უსამართლობაა, ტეილორი უფრო მსუბუქია. მაპატია რომ უზარმაზარი ვარ. არ ღირს შენი ფაქიზი მხრების დამტრევა. უბრალოდ უფრო მაღალი ხარ, სხვა არაფერი. რა საკეთებ? ნუ გიყვარს წუწუნი. კარგი, ამოძვერი. გავანადგუროთ. მზად ხართ? თქვენი საქმე წასულია. წავედით. ჩვენ დაუმარცხებლები ვართ. ჯანდაბა. სტივენ, რატომ გაქვს ასეთი სრიალა მხრები? იქნებ იმზეთის ბრალია ფეხებზე რომ წაისვი. კერძე რომ თმა კონდეს არ დავცურდებოდი. გეყოფათ, დავიწყოთ. დავიწყოთ. 3, 2, 1, წავიდა. მიდი. მეთო ჩემო საქმე ცუდადა. ვაშა, ასე. შენი ბრალია. შენი ბრალია. ისევ ჩემპიონები ვართ. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა ნიკოლ. გამარჯობა დაბადების დღეს გილოცავ ბელი. ქათამს თამაშობთ? ხო, ტეილორის იდეა. გამარჯობა ტეილორ. საუკეთესო მეგობარია. უქმეებზე ჩამოვედი. რა სასიამოვნოა. გინდათ ნამდვილი თამაში? მაგარია, მშვენიერია. არა. მაბატია. შენ სიმაღლეზე არ ხარ სტივენ. ხო? ხო. კარგი, ახლავე გამოვასწორებთ. მაგარია. საკმარისია. არის. ველი მზად ვარ? არ მგონია რომ მზად ხარ. მოდი. ღმერთო. მაპატიე. ტეილორ. შემთხვევით მოხდა. ნიკოლ, კარგად ხარ? კარგად ვარ, გააგრძელე თამაში. მაჩვენე. წამოდი, სახლში ყინულს მოგცემ. კონრად, კარგად ვარ. კიდევ ერთხელ ბოდიში ნიკოლ, თავარია არ გეტკინოს. წამოდი ბელი. კონრადი მიხედავს. წამოდი ჩვენ სარკეში უყუროთ ჩვენს თავებს. კარგად გაერთეთ. გტკივა? ხომ გითხარი, კარგად ვარ. ვიცი, მაგრამ უბრალოდ ზრუნავ შენზე. მადლობა ზრუნვისთვის. არაფრის. უკაცრავად. კლივლენდი, არ მოდიხარ? ჯანდაბა. ჯანდაბა, მაბატი, უნდა წავიდე. მაგვიანდება. კარგი, არა უშავს. რა ხდება წიგნის მაღაზიაში? არ ვიცი. წამოდი ვნახოთ. წავიდეთ. უკაცრავად. გამგიჟდი თუ კლივლენდ კასტილიო ძალიან სიმპათიურია. შენში მარტოობა ლაპარაკობს. მე მგონი, გაყრის შემდეგ სექსისთვის ძალიან გამოდგებოდა.